ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით ევროპის პარკში გრანდიოზული საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შეკრებილებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მაყურებლის წინაშე პაატა ბურჭულაძე, ანიტა რაჭელიშვილი, ნინო სურგულაძე, ლადო ათანელი, გიორგი გაგნიძე, ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაიტი, ნიაზ დიასამიძე და ანსამბლი სუხიშვილები წარსდგნენ. ხალბატონებო და ბატონო, ჩვენ როგორც არადროს ვახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არა მარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს უნდა აჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ჩვენი ფასეულობა. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც შრომობდა აი ამ ბედნიერი დღისათვის. დალოცვილი იყავით, ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი უნიკალურობით, ჩვენი დიდი კულტურით და ჩვენი ტრადიციებით უნდა შევიდეთ დიდ ევროპულ ოჯახში. ჩვენ ყოველთვის ქართველები თვლით და ჩვენ გვჯერა, რომ ვართ იმ დიდი ცივილიზაციის ნაწილი, რომელსაც ქვია დიდი ევროპული ოჯახი. და ჩვენ გვპირდებით, რომ ჩვენი ტრადიციებით და ჩვენი დიდი კულტურით შევართ ამ დიდ ევროპულ ოჯახში. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი წარმატება და გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი ძალიან დიდი წარმატებისა. ჩვენ პატარა საქართველო, ცირორიცხოვანი ქართველები არ ვართ შეშფოთებულნი იმით, რომ დიდ ევროპას უერთდებით. იმიტომ რომ დღევანდელი ევროპის 28 წევრი სახელმწიფოდან 13 ჩვენზე პატარაა ტერიტორიით. 28 სახელმწიფოდან 9 ჩვენზე მცირერიცხოვანია მოსახლეობით. მაგრამ სწორედ ამ პატარა ერებმა, სწორედ ამ ხალხებმა, სწორედ ამ ქვეყნებმა გაერთიანებულ ევროპაში პოვეს მშვიდობა და ხელსაყრელი პირობები განვითარებისთვის. ეს საწინდარი. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ, ვიაროთ წინ თავაწეულებმა ამაყად ევროპისკენ. ეს ჩვენი სახლიცაა უკვე. მოგესალმებით, თანამებაბულეთო. და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ძალიან მიყვარხარ და მიხარია, რომ ერთად ვდგევართ. მე მინდა დღეს მთელ საქართველოს მიულოცო ის გამარჯვება, რომლებსაც ერთად მივახციეთ. მე მინდა მიულოცო ასევე ჩვენ ძმებს უკრაინაში, ჩვენ ძმებს მოლდოვაში და მივესალმოთ მათ, იმიტომ რომ ისინი ჩვენთან ერთად ზეიმობენ. მე მინდა მადლობა უთხრა ჩვენს პარლამენტს იმისთვის, რომ იშრომა ამ მიღწევისთვის. მე მადლობა მინდა უთხრა მთავრობას იმისთვის, რომ იმბრძოლა ამ მიღწევისთვის. იმიტომ რომ მათი მუშაობა ამ გზაზე ნამდვილად დადებითად არის შესაფასებელი და ჩვენ უნდა დაუფასოთ მათ ეს მუშაობა. მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მე მინდა უთხრა ქართველ ხალხს, რომელმაც მიაღწია ამას ყველაფერს. და ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი ქვეყნის სულიერ ლიდერს, მის უწმინდესობას, იმიტომ რომ ძალიან სწორი აქცენტები მოგცა ამ გზაზე. კიდევ ერთხელ ძალიან მიყვარხართ, გილოცავთ და თქვენთან ერთად ვიქნები მომავალი გამარჯვებებისკენ.